წესით ამახალ ადგილას ძველი ზოოპარკის ბინადრებმა თავი უკეთ უნდა იგრძნონ. აქ მეტი სივრცე, კომფორტული გარემო და მწვანე საფარი ექნებათ და აღარც ვოლიერებში მოუწევთ გამოკეტვა. ჩვენთვის უცნობია რა ხდება შიგნით, რადგან ტერიტორია დაცულია და სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა ცნობილია, რომ თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს სწორედ აქ მოუწევთ ამოსვლა, რათა ცხოველებსა და ფრინველებს თვალი შეავლონ. ეს შემაღლებული გორაკი ზაფხულობით საკმაოდ გრილია. თუმცა თბილისელებს შეგუება მოუწევთ, რომ ზოოპარკი ცენტრში აღარ ექნებათ. ამ მხრივ ჩვენი დედაქალაქი მსოფლიოში მიღებულ სტანდარტს უერთდება და ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციისაკენ, რომლის წევრობის კანდიდატიც 2010 წლიდან ვართ. ახალ ზოოპარკში შესაძლოა იყოს ეგრეთ წოდებული საფარის სივრცე, დაახლოებით ისეთივე, როგორიც მსოფლიოს დიდ ზოოპარკებშია. გახსნის დღიდან დღემდე თბილისის ზოოპარკის გზა იავარდით მოფენილი არ ყოფილა. ზოოლოგიური პარკი თბილისში 1927 წელს დაარსდა. ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი. ეს ის სახეობებია, რომლებიც ზოოპარკში იყო წარმოდგენილი. 1938 წელს თბილისის ზოოპარკში მოსკოვიდან პირველი სპილო 3 წლის მალკა ჩამოიყვანეს. ბედის ირონიაა, რომ ზოოპარკისთვის 13 ივნისის ტრაგედია ისტორიაში უკვე არსებობდა. იგივე ადგილას, იგივე დღეს, 1924 წლის 13 ივნისს ვერესხეობაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ადამიანებთან ერთად ცხოველებიც დაიღუპნენ. შემდეგში სტიქიამ კიდევ არაერთხელ შემოუტია ვერესხეობას და ზოოპარკის ტერიტორიას, ხოლო წყალდიდობამ, რომელიც 2014 წლის 13 ივნისს თბილის ტრაგედიად ექცა, თბილისელებს დამატებით გააცნო ზოოპარკის ბინადრები. ყველაზე პოპულარულები კი ბეჰემოტი ბეგი და თეთრი ლომი სიმბა გახდნენ. ზოოპარკის ბინადრებს მთელი საზოგადოება დაუდგა გვერდით, როდესაც სპეცრაზმელებს მათი დახოცვის ნებართვა მისცეს, ხოლო მოგვიანებით კარგა ხნის განმავლობაში ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ხან ვერეზე ელანდებოდათ, ხან კი ვაკეში, თუმცა ის ლაგუნა ვერეში აღმოჩნდა. ხოლო ცეცხლოვანი აფრიკის შვილი სულ ამაოდ გაისარჯა, როცა პოლიციელებს ეხვეწებოდა ვეფხვთან მიმიშვით დავაძინებდა არავის არაფერს ავნებსო. სამიწუთი მომეცი. თუ ნაკეს, დაიზინე. რატო ჩანს მომეცი. ვაი, მეცი ბაკაკი ხარ. ყველა დიდ ტრაგედიას დიდი სევდაც მოაქვს და ასეთი სევდა დაღუპული 19 ადამიანი, მათ შორის კი ზოოპარკის თანამშრომელი, მომვლელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე, მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი იყვნენ, რომლებსაც ზოოპარკში დღესაც ვერ იხსენებენ უცრემლოდ. როდესაც მე დავიწყე მუშაობა თბილისის ზოოპარკში, ისინი უკვე აქ მუშაობდნენ, ასე რომ ჩემი მუშაობის პირველი დღიდანვე ისინი მუშაობდნენ და ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდნენ. ну შესაბამისად ეს იყო ძალიან მძიმე ტრაგედია. იყვნენ ადამიანები და იყვნენ ცხოველები, ყველანაირად ძალიან მძიმე ტრაგედია იყო. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 291 ცხოველი დაიღუპა, მაგრამ როგორც იტყვიან, ცხოვრება გრძელდება და დღეს ბავშვებს ისე მიუხარიათ ზოოპარკისკენ, როგორც ადრე. თუმცა ცოტათი უკვირთ, რომ ზოოპარკის ქვედა ნაწილში, რომელიც წყალდიდობის დროს ყველაზე ტრაგიკული ადგილი აღმოჩნდა, მათი საყვარელი დათვები აღარ არიან. ამინდზე ვართ დამოკიდებული, როგორც კი კარგი ამინდია, ვცდილობთ, რომ ძალიან ხშირად აქ ვიყოთ. ან ბავშვისთვის აუცილებელია დღეში 2-3 საათი ჰაერზე იყოს, ასე რომ გვირჩევია სიმწვანეში ცხოველებთან, როგორც კი ამინდი გამოვა, შეგვიძლია ყოველ დღეც კი აქ ვიყოთ. ყველაზე მეტად გემი მოგწონს, ცხოველები და რაღაცა. პროსტა გემი მოგწონს ძალიან და კვირაში ერთხელ მაინც მოვდივართ. ამინდებით უგვიწყობს ხელს, რა თქმა უნდა. აი, ახლა რო გამოიწოხულებს, უფრო ხშირად ვიმით ალბათ. ზოოპარკის თბილისის ბაზაზე გადატანასთან დაკავშირებით რა ძალიან კარგი აზრის ვარ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძალიან დიდი ტერიტორია და მთლიანად სიმწვანეში ჩაფლული და მოშორებული ქალაქს და ასეთ ხმაურს და სადაბინძურებას, შესაბამისად ძალიან მომხრევარ პირიქით და ძალიან გამიხარდება ბავშვის ასეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სეირნობა. ალბათ უკეთესი იქნებოდა. აქ უფრო მეტი სისუფთავეც იქნებოდა ქალაქში და იქ უფრო მეტი ფართი ჭირდება ცხოველებსაც და გაშლით იქნება ალბათ და უფრო კარგი იქნება. ზოოპარკის მომავალს დირექტორიც იმედით უყურებს და სულაც არ ეპარება ეჭვი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არა მარტო კავკასიაში. მეტი გვაქვს რომ უკვე წელს იქნება პირველი ექსპოზიცია გახსნილი, ეს იქნება საერთაშორისო დონის ზოოპარკი, ეს ფართობი საკმაოდ დიდია, 48 ჰექტარია.
ძველი ზოოპარკის ფართობი 9 ჰექტარი იყო, ანუ შესაბამისად წარმოიდგინეთ რამდენად გაიზარდა და შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ზოოპარკი იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო კლასის ზოოპარკი. უცხოელი ჩვენი მეზობლები, სტუმრები, სადაც არ გვაქვს და კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა, ასე რომ იმედი გვაქვს კარგ ზოოპარკს ავაშენებთ. პირველი ზოოპარკი ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის მეფეების კუთვნილი ცხოველთა კოლექციები იყო. სპილო სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა მე-17 საუკუნეში სამეგრელოში ჩამოიყვანა. სპილო მნახველების მოზღვავებას ვერ აუდიოდა, მაგრამ გარემო პირობებისა და სათავსოსთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო მალევე დაიღუპა. ბოლო დროს ზოოპარკთან დაკავშირებული მიდგომები შეიცვალა, რადგან მიხვდნენ, რომ პირველ ადგილას ცხოველთა ინტერესები უნდა დააყენონ და ახლა კარგ ზოოპარკში ცხოველი გაცილებით მეტ ხანს ცხოვრობს ვიდრე ბუნებაში.